პარამედიკოსთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიხეილ სარჯოლაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად რუსთავის რაიონული სამსახურის პარამედიკოსებს შეხვდა და მათ პროფესიული დღე მიულოცა. უწყების ხელმძღვანელმა სამედიცინო პერსონალს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია ქვეყანაში. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რუსთავის რაიონული სამსახურში 94 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის 20 პარამედიკოსი. ეს არის ძალიან დიდი შრომა, უმნიშვნელოვანესი შრომა და ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დასაყრდენი ნაწილი ამ პროფესიონალების. ამიტომ მე მინდა თითოეულ მათგანს პირველ რიგში მთელი ქვეყნის სახელით მინდა მადლობა გადაუხადო. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია, რომლის ნათელი მაგალითია პარამედიკოსთა მომზადების პროექტი. პროექტის მიზანია სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესება. მიამაყება, რომ არ საქართველოში პირველი მოტომედიკოსი ქალი. ვიმედოვნებ, რომ მოტივაციის წყარო იქნების სხვა ქალბატონებისთვისაც და შემოვერთდებიან ჩვენ ჯგუფს. ისტორიული პროექტია ნამდვილად. საქართველოს პირველი ამიერკავკასიაში, სადაც ეს პროექტი განხორციელდა. მე მხვდათ წილად პატივი ყოფილიყავი ამ პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე, როგორც მოტომედიკოსის, პარამედიკოსის.